გადაცემის ყველაზე დაძაბული ტური იწყება. ეტალონის ფინალურ ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან. ქვრივიშვილი სანდრო, კასპი, კაკოიშვილი დავითი, თერჯოლა, სისოშვილი გვანცა, ველის ციხე. და სანამ მესამე ტურის პირველ შეკითხვას დავსვამდე, აქვე გეტყვით, რომ ეტალონს მხარში საქართველოსა და მის მომავალზე, მოსავლე ახალგაზრდობასა და სტუდენტობაზე განსაკუთრებით შეყვარებული კომპანიები უდგანან. ასეთები კი არიან ჩვენი პარტნიორები, ბანკი რესპუბლიკა, ახალგაზრდობის წარმატების გარანტი და სამშენებლო კომპანია მოდული, რომელიც აშენებს ჩვენთვის ხალხისთვის და თქვენთვის მომავალი თაობებით. ახლა კი სიჩუმე, მოიკრიბეთ გონება და ფინალური ტურის პირველი შეკითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელი არ იყო ჩრდილოეთ კავკასიური ტომი? A. დურძუკები, B. დიდოელები, C. შკვითინები და D. ლეკები. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი. მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C. შკვითინები. მეორე შეკითხვა ეკრანზე. 6.999 და ასე შემდეგ გნებავთ თქვა 9 პერიოდში. კილოგრამი, 5 კილოგრამი, 7.77 კილოგრამი. და D. 8 კილოგრამი მასის სხეულებიდან მეტი ინერტულობა ახასიათებს სხეულს, რომლის მასა ინერტულობა A. 5 კილოგრამი, B. 6.9 პერიოდში კილოგრამი, C. 7.77 კილოგრამი და D. 8 კილოგრამი. იმ შეკვეცეთ სილაბები, რაც გაგიხარდებათ, მაგრამ პასუხი 15 წამში უნდა მივიღოთ. მაშასე ყურადღება, წამზომი ჩაირთო. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია D. 8 კილოგრამი. ფინალური ტურის მესამე შეკითხვა ეკრანზე მეთქი, სანამ გეტყოდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეტალონში 2006-2007 სასწავლო წელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის წლად არის გამოცხადებული. ამიტომ ფინალური ტურის მესამე შეკითხვა ყოველთვის დასმული იქნება საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის ისტორიიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიიდან ან კულტურიდან. აქვე შეგახსენებთ, რომ თვეში ერთხელ ჩვენ გადაცემაში აუცილებლად დაბრუნდება ისევ არტურ ევანსი და სულ მოკლე ხანში სტუმრად გვეწევა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. მაშასე ყურადღებით, ფინალური ტურის მესამე შეკითხვა ეკრანზე. რის გამო გადაიდო 1985 წლის 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ინაგურაცია ერთი დღით? A. ოლიმპიადის გახსნის გამო, B. ამერიკული ფეხბურთის ფინალის გამო, C. პირველი ქალის კოსმოსში გაფრენის გამო და D. ჯონ ლენონის მკვლელობის გამო. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი ყურადღება, წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B. ამერიკული ფეხბურთის ფინალის გამო. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიიდან. საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც მოსავლე ახალგაზრდობაში სერიოზულ კაპიტალს საკუთარი ინიციატივით, ხაზს უსვამს საკუთარი ინიციატივით, სიამოვნებით აბანდებენ. მაშასე ეროვნულ საქმეში ეტალონს ხარში უდგას. სადაზღვეო პროგრამა ჩემების სკოლა დაეზღია სანამ სკოლაში. მაშასე ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას კომპანია საქართველოს ტელეკომი. 8 სატელეფონო კავშირი, რომელიც ყველას, აბსოლუტურად ყველას სჭირდება.
ახლა კი მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. კრივიშვილი სანდრო 9 ქულა, კაკოიშვილი დავითი 9 ქულა, სისოშვილი გვანცა 4 ქულა. მეოთხე შეკითხვა ეკრანზე. ნებისმიერი 6 მომდევნო დადებითი მთელი რიცხვის ნამრავლის ბოლო ციფრი არის 6 მომდევნო დადებითი მთელი რიცხვის ნამრავლის ბოლო ციფრი არის A 0, B 6, C 8, D 10. მოსაფიქრებლად სულ 15 წამის წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა. ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია A 0. მეხუთე შეკითხვა ეკრანზე. ქართული ხალხური გამონათქვამების მიხედვით რა შეიძლება მოკლა, მოჭამო და გაატარო კიდეც? A თავი, B დრო, C ხაზი, D ენა. მოსაფიქრებლად სულ 15 წამის წამზომი ჩაერთო. და ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B დრო. რეიტინგს ამ თამაშში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. სისოშვილი გვანცა 11 ქულა, კაკოიშვილი დავითი 11 ქულა, კრივიშვილი სანდრო 19 ქულა. ბაშასე მიულოცეთ გამარჯვება კრივიშვილი სანდრო, კასპი პირველი საჯარო სკოლა. რაც შეეხება კაკოიშვილ დავითსაც და სისოშვილ გვანცას, მე იმედი მაქვს რომ ამ სტუდიაში ისევ შევხვდებით რამე თუ თქვენ ამის პოტენციალი გაგაჩნიათ. ეტალონის გამარჯვებულს, დღევანდელი გადაცემის გამარჯვებულს, ეტალონის მანტიას კი მოასხამს ჩვენი გადაცემის საპატიო სტუმარი, ჩვენი გადაცემის, ჩვენი პროექტის პარტნიორი კომპანია, რომელიც ქების ღირსია. საქართველოს ტელეკომის გენერალური დირექტორი ბატონი ოთარ ზუმბურიძე. ხალხ მივეგებეთ. და ბატონე ოთართან ერთად არის ჩვენი გადაცემის მეგობარი ბატონი მიშა ზიბზიბაძე. ხალხ ბატონო მიშა. გამარჯვებას გამარჯვებას მადლობთ. გავი გამარჯვებას სანდრო გამარჯვებას. ეს ეტალონის დროშა გამარჯვებულს მის სკოლას, ხოლო ეს სახელმწიფო ხუთჯერიანი დროშა ჩვენი საკუთრება იქნება დღეიდან. ამავე დროს თქვენ და თქვენი მასწავლებელი დაჯილდოვდება ეტალონისაგან დიპლომით, გამარჯვებულის დიპლომებით. ეტალონის პარტნიორი ბანკი რესპუბლიკა დაჯილდოვებს თქვენ აი ვიზა ბარათით, რომელზედაც თბილისის მერის ბატონი გუგულავას ინიციატივით თქვენ უკვე გაორმაგებული სტიპენდია გაგერიცხებათ, ისევე როგორც თქვენ მასწავლებელი. თუ კიდევ იყო ჩაღებ, დღეს თქვენ გაქვთ საშუალება გაიორმაგოთ ეს სტიპენდია 200 ლარამდე. ამავე დროს საქართველოს ტელეკომი, სატელეკომუნიკაციო კომპანია თქვენ გაჯილდოვებს ამ ძვირფასი წიგნებით, რომლებიც თქვენ მოგეხმარება იმაში, რომ თქვენი ცოდნა გაზარდოთ. და ყველა დანარჩენ მონაწილეებს საქართველოს ტელეკომი აჯილდოვებს ასევე საჩუქრებით საქართველოს ტელეკომისაგან. მე მინდა ყველა ახალგაზრდას
ყველა სკოლის მოწაფეს უსურვო რომ ისინი წარმატებული ყოფილიყვნენ, რადგანაც მომავალი საქართველო მხოლოდ თქვენი ასაშენებელია და ცოდნა ეს ის კაპიტალია, რომელიც არ ექვემდებარება ინფლაციას, ის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ, თუმცა უმჯობესია ეს საქართველოს მოხმარდეს. ბატონ მიშა, ორივე სიტყვა თქვენ გითხარით. მადლობთ ბატონ გოჩა, ჩვენი კომპანიისთვის პატივია პროექტ ეტალონის პარტნიორობა. საქართველოს ტელეკომი ზოგადად ხარს უჭერს განათლებას, ერუდიციას, ცოდნას, ეს არის ჩვენი კომპანიის ფილოსოფია, ხედვა და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი მეგობრობა და ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მონაწილეების სასიკეთოდ, სრულიად საქართველოს სასიკეთოდ. ახლა გავიგებთ, როგორ მოეწონა დღევანდელი გადაცემა ჩვენი გადაცემის ექსპერტებს. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ მონაწილეებს, ისინი მართლა ძალიან კარგად თამაშობდნენ, მიუხედავად ცოტა დაძაბულობისა, მაინც მოახერხეს და მშვენივრად წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები. ჩვენი გამარჯვებული სანდრო, იგი მშვენივრად თამაშობდა, პირველივე ტურიდან ლიდერობდა, ასე რომ ღირსეულად მიიღო ეს გამარჯვებაც. სანდროსთან ერთად მინდა სანდროს დამრიგებელს მიულოცო, ეს არის ჭედლიშვილი, მედეა, იმიტომ რომ ყველა მასწავლებისათვის სიამაყე ალბათ როდესაც თავის მოსწავლეს გამარჯვებულს უყურებს. მოგესალმებით, მინდა ჩემს თანატოლებს მივულოცო პროექტ ეტალონში მონაწილეობა, რადგან ეს პროექტი მართლაც დიდ ცოდნას იძლევა. მე მინდა მივულოცო სანდროს ეს გამარჯვება, რადგან იგი ნამდვილად ღირსეული გამარჯვებულია და ვეცდები ჩემი სკოლა უახლოეს მომავალში ღირსეულად წარმოვაჩინო პროექტ ეტალონში. მივულოცო, მიგიშენოთ. თანხლები პირებისთვის პირველად გვაქვს ესეთი თამაშის პირობები. მე წაგიკითხავთ ერთ ლექსს, ან ლექსის ნაწყვეტს, აი ამ წიგნიდან, შადრევნების ვედრება. ეს არის საქართველოს ქართული პოეზიის რჩეულები, რომელიც ბატონმა რეზი თვარაძემ შეადგინა. ეტალონის ბიბლიოთეკის ეგიდით გამოსული, ვინც პირველი გამოიცნობს მის ავტორს, ამ ლექსის ავტორს, მას საჩუქრად გადაეცემა აი ეს წიგნი ეტალონის ბიბლიოთეკიდან. ავად ვიყავი, წუხელ კვდებოდი. ახლა მიგონებს ალბათ ზოზია გალაქტიონში. ძალიან კარგი, მაგრამ მე მაინც ორ სტროფს ავიკითხავ ბოლომდე. ავად ვიყავი, წუხელ კვდებოდი. ახლა მიგონებს ალბათ ზოზია გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია. ყოველ დღე ვიღებ ძვირფას ბარათებს. ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია. გალაქტიონში მიწა ანათებს და ჩემში უფრო ზეცის სხივია. მე გილოცავთ, მოგძანდით ბატონო. ესე იგი ორმაგად დასაჩუქრებულები. ლექსი ვისია, ჩუმად კითხვი, მაგრამ პირველმა რო თქვი და ვისია. ერენტი გრანელის. ეს ლექსის ეპირატი წოდე? მახსოვდა ასე თუ ისე, ადრე ნასწავლი მქონდა. მაშასე ქრივიშვილი სანდრო კასპი, პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. ახლა შემთელი კასპი, ქვემო ქართლი. მთელი საქართველო და არა მარტო საქართველო, არამედ ყველა ის ქართველი გიყურებს, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება ამჟამად. მე შენ სუპერ თამაშს გთავაზობ, სუპერ თამაშის წესები ყველა მიცი, სუპერ თამაში შენ შეიძლება გაიორმაგო, დაკარგო, ან იგივე რაოდენობის სტიპენდია დაგრჩეს. სამი შეკითხვა 7 ძირითადი სასკოლო საგნიდან და მერვე ზოგადი კითხვებიდან უნდა ამოირჩიო. სულ ამისთვის 15 წამი გაქვს. მაშასე ყურადღებით. ყველაზე მნიშვნელოვანი 15 წამი შენ ცხოვრებაში ჩაერთო. რა მოიწურა? რა გადაწყვეტ? თამაშობ. მე არ მესმის დაში. რომელ საგნებს იცი? ზოგადი მათემატიკა და ისტორია. ზოგადი მათემატიკა და ისტორია, მომზადეთ კითხვები. მაშასე სუპერ თამაში, რომელსაც თამაშობს ქრივიშვილი სანდრო კასპი, პირველი საჯარო სკოლა. პირველი შეკითხვა ისტორიიდან. ჩამოთვლილთაგან, რომელიც ძველი ქალაქები მდებარეობდა აღმოსავლეთ საქართველოში. ა. მცხეთა, როდოპოლისი, უფლისციხე, ბ. ფაზისი, დიოსკურია, წუნდა, c. მცხეთა, წუნდა, ურუბნისი და d. ურუბნისი, დიოსკურია, პიტიუნდი. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი, ყურადღება, წამზომი, ჩაერთო.
მაშა ასე შენ ახლა უნდა გამოიცნო ეს მარტივი შეკითხვა იყო და რომელია სწორი პასუხი? ცეც დავაფიქსირე მე. ცედა. მაშა ასე სწორი პასუხი ეკრანზე. ოჩა, შენ მართალი ხარ. პასუხი არის C. სუპერ თამაშის მეორე შეკითხვა ეკრანზე. უფროსი ძმა სახლიდან სკოლაში 30 წუთში მიდის, ხოლო უმცროსი 40 წუთში. თავისი გასვლიდან რამდენ წუთში დაეწევა უფროსი ძმა უმცროს, თუ უმცროსი 5 წუთით ადრე გავიდა. მე მგონი შეკითხვა გასაგებია, 4 სავარაუდო პასუხია A 15 წუთში, B 20 წუთში, C 30 წუთში და D 25 წუთში. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი. წამზომი, ჩაირთვა. რომელია სწორი პასუხი? დავაფიქსირე მე 15 წუთი. დარწმუნებული ხარ? არა ხარ, მაგრამ დავაფიქსირე. მაშა ასე ყურადღებით. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია A 15 წუთში. და სუპერ თამაშის გადამწყვეტი მესამე შეკითხვა შენ სტიპენდიის გაორმაგებამდე აი ამდენი სულ ცოტა გიკლია. მაშა ასე შეკითხვა ეკრანზე. ვინ ითვლება კრიმინალური მოთხრობის ანუ დეტექტივის ფუძემდებლად? A. არისტოტელე, B. ედგარ ალან პო, C. ჰიპოკრატე და D. ბაირონი. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი მარტივი შეკითხვა, წამზომი, ჩაირთო. წამი გავიდა, დრო ამოიწურა. რომელია სწორი პასუხი? მე დავაფიქსირე D ბაირონი. ამ კითხვაზე შენ სწორი პასუხი უნდა გცოდნოდა, მაგრამ მე იმედი მაქვს აღარასოდეს დაგავიწყდება. ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია ედგარ ალან პო. ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას სადაზღვევო პროგრამა ჩემები, ჩემები სკოლა, ფრიადი ჯანმრთელობაში. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია საქართველოს ტელეკომი 8-10. ეტალონი დღეს ამით გემშვიდობებათ, უპირველეს ყოვლისა გისურვებთ წარმატებებს და რაც მთავარია ცოდნის წყურვის. ერთხელ გამარჯვება ნებისმიერ შეუძლია, გამარჯვებისკენ მუდმივად სწრაფვაკი მხოლოდ გამორჩეულებს. იყავით გამორჩეული და რა თქმა უნდა გილოცავთ დღევანდელ დღესაც. ქართული ენის, დედა ენის დღეს, რომელიც 14 აპრილს აღინიშნება ხოლმე. მაშა ასე წარმატებებს გისურვებთ. იმედიანად იყავით. მე მინდა მადლობა მოუხადო ამ გადაცემის ავტორებს. ამ უსურვებ ეტალონს წარმატებას. აგრეთვე ამ გამარჯვებას ულოცავ მე ჩემ სკოლელებს, ჩემ მასწავლებლებს, პირველ რიგში დედაჩემს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემ აღზრდაში. რომ სულს რომ კიდევ ყოფილიყავი სტიპენდიანტი 1 წლის შემდეგ.